ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ამოთახში მოგალით? კი, აქ მოკალი. დანასად დაარტყით. ჯერ აქ დავარტყი. მერე აქ. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ეს დანა დაარტყით? ეგ. აი აქ სისხლია. ახლა აქეთ. აქ მოვიყვანე და ჩავაგდო. ბავშვი რაში იყო გახვეული? ზეწარში. დარწმუნებული ხართ, რომ აქ ჩააგდეთ? კი. ეს ადგილია. არ არის. ახლა არ არის. მეტი. დაშო. აი გამოვიდა. სხვათა შორის გავა მეც მინდოდა. ეხლავე. შენ კიდე რატომ აჩვენებ ამ ყველაფერს ვერ ხვდები რა? აქ რაღაც ისე არ არის. ბიჭო რა არ არის ისე? დანაშაულიც აღიარა და საკუთარი შვილი როგორ მოკლა ისიც გვაჩვენა. რა არ არის ისე? და საქმეც ეგ არის, რომ გვაჩვენა. აკაკი ცოტა გასაგებად ილაპარაკე, თორე გავაფრენ ახლა რა. ჟანა კირაკოზაშვილმა ნებით. არა მარტო კონტეინერზე მიგვიწეთა არა ზუსტად. საერთოდ ქუჩა შეეშალა. აი ეს როგორ ქუჩა შეეშალა? ჩვენ რომ ვიპოვნეთ ეს კონტეინერი პარალელურ ქუჩაზე იყო. აჰა, მერე? როცა ვკითხე ბავშვი რაში გაახვიე მეთქი, ზეწარშიო მიპასუხა. შვილი პარკში იყო გახვეული. ეს სისხლის ანალიზმას დაადასტურა. ეკო. საერთოდ ძალიან პერიოდი მეჩვენება აქ საერთოდ. ანუ რას ფიქრობ? ჟანა კირაკოზაშვილი უნდა შევამოწმოთ ფსიქიკურად. კიდევ? უნდა დაენიშნოს ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. არის უფროსო?
გოგო. იყო თუ არა ჟანა კირაკოზაშვილი ფეხმძიმედ? იყო. ვისგან? ეგ მე კი არა თვითონაც არ იცოდა. და რას ამბობდა ფეხმძიმობაზე? რას აპირებდა? გარეკილი ქონდა. ერთ დღეს ამბობდა ბავშვი ძალიან მინდა და უნდა გავაჩინაო. მეორე დღეს ეზიწყებოდა. ყვიროდა რომ გავაჩენ თავიდან მოვიშორებო. შობიარობის დღეს სად იყავით? მე თურქეთში ვიყავი სამუშაოდ. აქ რომ ყოფილიყავი ამ სისულელეს არ ჩავადენინებდი. როცა ჩამოხვედით მაშინ რა გითხრათ? მოვკალი ბავშვია. კონკრეტულად? დანა დავარტყი. პარკში გავახვიე და ნაგებში გადავაგდე. კარგი. მე შეკითხვები აღარ მაქვს. თქვენ ხომ არ გინდათ რამის დამატება? ძალიან მეწოდება ჟანა. ვიცი რომ ეცოცხლა ეგებში არის ცხოვრება ცხოველებს დასრულება. თითქმის ყველა მშობიარე და კონსულტაციაზე მოსულ ქალს ველაპარაკე. მე? ვერც ერთს ვერ შევატყე, რომ შვილის გასხვისებაზეა წამსვლელი. მით უმეტეს, რომ ეს ქალები ყველა შეძლებული ოჯახიდანაა. ჭრდილელზე არაფერია. დარწმუნებული ვარ მორი გარიგებას ამზადებს. სავარაუდოდ ამ დღეებში ერთ-ერთ თავის კლიენტს ელოდება. ვის? ლაპარაკის დროს ვიღაც მისტერ ბლუმენბახი ახსენა. გამარჯობა. ო, დიდ ქართველს, დიდ მამული შვილს. შეიძლება მოგდანით. თქვენ როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით. ბატონო ლევან, რაღაც ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, შეიძლება ამ საქმესთან იყოს კავშირში. ისმენ? გუშინ თამილად ჭრდილელმა დამიქირავა. დაგიქირავა? კი, როგორც კერძო დეტექტივი. ახალგაზრდა ქალის პოვნა დამავალა. შენ რატო? რა ვიცი, ჭრდილელმა დეტექტივი დაიქირავა. იმ დეტექტივმა მე გამაგებინა. აი. ეს გოგო. ძებნა დაიწყე? ბატონო, დავიწყე კი რა დავამთავრე უკვე. ცოტა ხნის წინ ტუალეტში იპოვეს. ნაყოფს იშორებდა თუ. კატასტროფა. სანამ ამ გოგოს არ დავკითხავ, მანამდე არაფერი მოიმოქმედა. არა, სოფილები. ეს გოგო დაცვის ქვეშ უნდა ავიყვანოთ. აუცილებლად. ჩემი შვილი სად არის? ერთი წუთი. ის გოგო სად არის აქ რომ იწო? ვინ გოგო? ხატია კორძაძე 17 წლის. არ ვიცი, მე მორიგეობა რომ დავიწყე, უკვე ის ხალი იწვა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჟანა კირაკოზაშვილის ბოლო მშობიარობიდან 40 დღეზე მეტია გასული. არა, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნება, თუმცა ამ ფსიქიკურ მდგომარეობაში შეუძლია ჩვენების მიცემა. ასე გენეტიკური ექსპერტიზა უნდა ჩავატაროთ. გამარჯობა გოგო. მე ხომ ზუსტად გავიგებთ, კირაკოზაშვილი არის ნაგავში ნაბოვნიჩვილის დედა თუ არა? ის გოგო თავის ერთად წავიდა და ესე იგი ვიღაცამ გადაიყვანა. ვის უნდა გადაეყვანა რა? გამარჯობათ ბატონო ზურაბ. როგორ ბრძანდებით? ალბათ კარგად. ეძებთ ვინმეს? ჩვენ ყოველთვის ვიღაცას ვეძებთ. დაკარგულ პაციენტებსაც? ორ წამობრძანდებოდით? თქვენთან თუ ჩვენთან? როგორ წკნივა? მაშინ ჩვენთან ჯობია. კი ბატონო. დილიდან დამირეკა და მითხრა გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა მოგვიანებით მოვალო. არა და ფოტოსესია უნდა ქონოდა. ხო არ უთქვამს რატო აგვიანდებოდა? აზრზე არა ვარ, ვერ გეტყვით. ნუ კარგი, გააგზელე. დრო გავიდა, აღარ გამოჩნდა. არც ტელეფონზე პასუხობდა. ავნერვიულდი, გადავწყვიტე სახში მოვსულიყავი. აქ რომ მოვედი, კარი ღია დამხვდა. იაგო აბაზანაში ეკდო დამრჩვალი. ბოლო პერიოდში რამე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავთ? არაფერი. როგორ გონიათ? იაგოს მკვლელობა შეიძლება კავშირში იყოს სამუელ იებუას სიკვდილთან? ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი ბიზნესი ჰქონდათ და შეიძლება ერთიც ერთი ყავდათ. რა ბიზნეს გულისხმობთ? იაგო სამუელის სუწინიორი იყო. კლიენტებს ის პოულობდა. ხო გესმით? კი, მესმის. კარგით. თუ რამეში დავგვჭირდებით, დაგიკავშირდებით. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. გისმენთ? აი ახლა ფოტოებს რომ უღებენ გვამს. იმ ფოტოებს ვერ მოცემთ. და რა გინდათ? გამოფენისთვის. ეს იაგოსაც გაუხარდებოდა. გამოფენებისთვის რომ მოვისლით, დაგიკავშირდებით. წავედით. აკა. გორდაძე მოკლული აფრიკელის საქმეში ფიგურირებდა. მისი საყვარელი იყო. სახლში მივაკითხეთ, მაგრამ დედამისმა გვითხრა ლონდონშია წასული სასწავლებლად. და თქვენ როგორ გახვედით გორდაძეზე? უკვე სამი თვეა, რაც კერძო კლინიკის მფლობელი თამილა ჩრდილელი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. რატომ? ეჭი გვაქვს რომ უკანონო გაშვილების ბიზნესშია ჩართული. რაც შეეხება ხატია კორძაძეს. იგი მორიგი სუროგატი დედა იყო. გასაშვილებელი ბავშვი უნდა გაეჩინა. მაგრამ რაღაცის გამო ჩრდილელს გამოექცა და თვითნებურადსა და ნაყოფის მოცილება. საიდან გამოექცა? სავარაუდოდ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა. ჩრდილელმა მისი მოძებნა კერძო დეტექტივს დაავალა. გაშვილების მიზანით ძალიან გვაეჭვებს. წინა ორ შემთხვევაში გაშვილება საზღვარგარეთ მოხდა. და მაშინ რატომ არ მოხდა რეაგირება? სიგნალი გვიან შემოვიდა. უკანონო გაშვილების პროცესები უკვე დასრულებული იყო. ჩვენ ვფიქრობთ ამ ეტაპზე უკანონო გაშვილების მესამე შემთხვევა მზადდებოდა. ხატია ზუსტად ამ გარიგების ნაწილი იყო. და ამიტომაც გადაწყვეტეთ მისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა რა? იმედი გვაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაციას მივიღებთ. საინტერესოა, რომ ბავშვობის გაშვილება ერთი მიმართულებით ხდებოდა. აღმოსავლეთ ევროპაში. სავარაუდოდ დამკვეთით ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს. საკმაოდ სერიოზული ამბავია. ამიტომაც საჭიროა არა მარტო ჩრდილელის დაკავება, არამედ მისი კონკრეტული მიზნის და პოტენციური მყიდველების დადგენა. გოგონა როგორ არის? კარგად და ცოტა ხანში შევძლებთ მასთან გასაუბრებას. ფოტო ლაბორატორიაში მოკლეს. როგორ მიხვდი?
რა როგორ მივხვდი? მოკლუს სავსე აქვს ორგანიზმი ფიქსაჟითა და რაღაც სხვადასხვა ქიმიური ელემენტებით. ეთყობა მკვლელის შემოქმედებითაც მიუდგა საკითხს. სიკვდილის მიზეზი რა არის? ასფიქსია. ცხვირზე ძალადობის კვალი ემჩნევა. თან ხრტილია დაზიანებული. ეგ რას უნდა ნიშნავდეს? სიმბოლურია, რომ მიაგოს ყოლობაში ცხვირსახაცი ფიგურირებს. ხედავ მორგში უკვე ხუმრობს კიდეც. შენი დამსახურება. ისე მკვლელი ქალი უნდა იყოს. ეგრე რატომ ფიქრობ? პირიზღრუში რაღაც პატარა ნაწილაკი უპოვე, სავარაუდოდ ქალის ფრჩხილიდან ატკეჩილი გამხმარი ლაქი უნდა იყოს. ლაბორატორიაში უკვე გავაგზავნე პასუხისმგებლობით. მოგასაგებია სხვა? სხვა მოკლული გეი იყო. ეგ როგორ დაადგინე? რა როგორ დავადგინე? ჩვეულებრივ. გამომართვი? თავგარი დამეხმარე. ამოვატრიალოთ, ხო? მოდი. მე დაქტოვებ ახლა და თქვენ თვითონ ნახეთ. არა. თავგარი. ბიჭიკო რაკენი მაგარი გემრიელი ტორტია მე შესაქმეზე გელაპარაკები რაკენი მეთქი რავკენი და ხატიასნაირი აღწერილობის გოგო ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიყვანიათ რა მე მივედი და იქ არავინც არ დამხვდა არ დახვდა საწავი და ორთქდა მე რა ვიცი სახლში წაიყვანე არა ეს გამორიცხულია კარგი რა თამილა რა ადრე თუ გვიან მაინც ვიპოვი ბიჭო ადრე თუ გვიან კი არა სასწრაფოდ მომიყვანე მეთქი გესმის გავიგე მაგრამ ხო შეიძლება ფეხმძიმე გოგოს თუ ეძებ სხვა გოგო ვნახო ვინმე ფეხმძიმე და შენ ესეთ გოგოს მომიყვან მე რას არ გავაკეთებ თამილა რას ის რა მაგრა დაგაჯილდოვებ და რა გინდა ტორტი ტორტი ეხლავე ბიჭო ძალიან მაგარი ხარ ბიჭო სად არის ხალხი? რა ეციანეს ერთად გაქრობა, ბატონი სულხანი თამაშის ტესტირებაზეა. ბატონი ზურა, ბატონი გიორგი, ქალბატონიკა და ქალბატონი თამთა ერთად წავიდნენ სადღაც. გასაგებია. მაშინ შენ მოგიყვები. ეხლა ეს რომ ავთქვა არაფერთ არ შემეძლია. ყურადღებით მისმენე. გისმენთ? დადგინდა, რომ ლეებზე აღმოჩენილი სისხლის ნიმუში არ ემთხვევა არც ბავშვის და არც ჟანა კირაკოზაშვილის სისხლის ჯგუფს. ეს კარგია თუ ცუდი? ძალიან მაგარია. ესე იგი რა გამოდის? რომ არსებობს ვიღაც მესამე, ვინც ეს სისხლის კვალი დატოვა. გასაგებია? კი, სავით. მე ვიცი, ვინც არის ეს მესამე. აბას ვიცი ახლა რას ვიზა? არა, მაგრამ უკვე მეშინია. მე ახლა ჯულის ვესტუმრები. ისე სათვალე გიხდება. ბავშვი სად არის? კარგად არის ბავშვი. ინკუბატორშია. ნაყოფის თვითნებურად მოშორება რატომ გადაწყვიტა?
მშობლებს ჩემი ორსულობის ამბავი რომ გაეგოთ სახლიდან გამაგდებდნენ. დახმარება დედა ჩემს მეგობარს თქვა. ქვის? თამილა ჭრდილელს. ცნობილი გინეკოლოგია. გასაგებია. აბორტის გაკეთება თხოვე? კი, მაგრამ მითხრა თუ პირველივე ორსულობაზე აბორტს გაიკეთებ, ბავშვი აღარასდროს გეყოლებაო. მითხრა ჩემს ბინაში გადმოდია. მშობიარობაც და ბავშვის მოშორებაც თავის თავზე აიღო. სახლიდან როგორ მოახერხეთ ამოსვლა? ინგლისში ვსწავლობ. საქართველოში არ დადეგებზე ვიყავი ჩამოსული. ესე იგი ინგლისში გამგზავრება გაითამაშე და თამილასთან გადახვედი საცხოვრებლად. დიახ. მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ახლა ინგლისში ვარ. თუ შეთანხმებულები იყავით, რატომ წამოხვედი? ვეღარ გავუძალე. საშილად მეკცეოდა. ძირფასო, გარეთ გასვლა რომ აგიგრძალე და გავიწყდა. აქვე პარკში გავედი. ბატონო? თქვენ თვითონ არ მითხარით ორსული ქალისთვის გარეთ გასვლა აუცილებელიაო. რას მელაპარაკები? განამე არ გითხარი რომ გარეთ არ უნდა გაახვიდე, არავინ დააგინახოს, იმიტომ რომ ვერავის დავარწმუნებ, რომ ამ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ მეთქი? მეზიზღები ვერ გიტან. რას მელაპარაკები? ან ისე ეგდები აქ, როგორც მეკითხარი. ან არა და გაეთრევი საერთოდ აქედან. შეძუხრა შენა. ბავშვის გაშვილებას ვიზეაპირებდნენ იცოდი? ის ვიცოდი, რომ ბავშვის საზღვარგარეთ უნდა გაიყვანოთ. თუ ჩვილი მულატია, ესე იგი მამა ფერადკანიანია, ხო? დიახ. სახელს ხომ არ გვეტყვი? სამუელ იებოა. თურქეთში სამუშაოდ მიდიხართ თუ დასასვენებლად? ხანი აღარც ერთი აღარ გამოგება. ჩავიდეთ. მამუკა, საგვეხმარა. Hello, how did you flight? Where is Tamila? She had an urgent business and she had to leave the city. She will be back by tomorrow. I'm supposed to host you. So carry these.
შეამოწმე. მოქალაქე ჯულია და მაზიაშვილი. თქვენ დაკავებული ხართ სისხლის სამართლის კოდექსის 112 მუხლის შესაბამისად. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. ყველაფერი რასაც იტყვით, შეიძლება სასამართლოზე თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. თქვენ გაქვთ ადვოკატის აღვანის უფლება. თუ ადვოკატის აღვანის საშუალება არ გაქვთ, სახელმწიფო გამოგიყოფთ საღაზინო ადვოკატს. შეგიძლიათ ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეატყობინოთ თქვენი დაკავების შესახებ. ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ სამედიცინო დახმარება. გამარჯობა. გამარჯობათ. დაბრძანდით. რომელში ვართ? მეოთხე. სავარძელი მოამზადე. დოდოშკა. ეხლავე ქალბატონი თამილა. თქვენი სახელი? ქეთა. აღმოჩენილი სისხლი. ახალშობილს კი არა. შენ გეკუთვნის. კირა კოზაშვილისგან განსხვავებით, შენ ზუსტად მივხვდი, რომ ახალშობილი ნაჭერში კი არა, პარკში გაახვიეს. რაც სავარია. ზუსტად დაასახელე ბავშვის სქესი. მოკლედ შენ გაცილებით უფრო ზუსტად მივუთითე ყველაფერზე, ვიდრე კირა კოზაშვილმა. ამის თქმა ხომ არ გინდა? შენი და ბავშვის დნმ-ი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი მოვა. ეს შენი გაკეთებულია. გირჩევ გამოძიებასთან ითანამშრომლო. ნანობ. მოყევი რა ჩაიდინე. თურქეთში დავფეხმძიმდე. შენი ორსულობის შესახებ იცოდა. არავინ. ბავშვი ისე გავაჩინა, ვერავინ ვერაფერს ვერ მეხვდა. მე როგორ მოახერხე? სიმსუქნემ შემიწყო ხელი. მოკლა რატომ გადაწყვიტე? როგორ გონია? მე არაფერი არ მგონია. გაჭირვება. სად მოხდა ეს და როდის? ბინაში ვიმშობიარე. დანით მოვკალე. პარკში ჩავაგდე და ნაგავში გადავაგდე. ჟანამ რატომ აიღო საკუთარ თავზე ბავშვის კვლელობა? დაახლოებით 2 თვის წინ ვანაში იმშობიარა. მარტო იყო და ბავშვი მოუკვდა. შობიარობის მერე გააფრინა. რას გულისხმობ? დაიჯერა, რომ ბავშვი თვითონ მოკლა. დანაშაულის აღებაზე როგორ დაითანხმე?
ნამუზგებიცები არც მიფიქრია. თვითონ აიღო თავის თავზე და რა მეკნა. მე წავიღე და თურქეთში წავედი. იმ დაგენერაც მე ვიმგონი ვარ. მე რა მოხდა? ყოველ წამს რაღაცას მავალებ, სულ უკმაყოფილოა. გუშინ ღამე საერთოდ. კარგი, გაჩერდი. მაგას მე ვერავიტან, ვინმე სხვა მოუძებნეთ რა. მარტო არა ვართ, გაბძანდე ხე იმუშავე და მე ვისაუბრო. სულხან კითხულობთ. Where is Tamila? Where is Tamila? დარეჯან გადი, იმუშავე. იდიოტი, წავიდეს და თავის ქვეყანაში. გადი აქედან! დაგიკეთე. მე კმაყოფილი ვარ. პლაცენტას ანუ მომყოლს ნორმალური მდებარეობა აქვს. ნაყოფი შეესაბამება შენი ფეხმძიმობის პერიოდს. ბავშვის გულისემა არაჩვეულებრივად ისმის. ამიტომ მე არანაირ პათოლოგიას არ ვემოდებ. მაგრამ აბორტი უნდა გავიკეთო. როგორ რა, რატომ? აუ არ მინდა ხა მაგაზე ლაპარაკი, უნდა გავიკეთო უეჭველი. არა, კეთე. არა. მითხარი რა ხდება? ჩემი ქმარი ხა საქართველოში არ არის. ვერა რა? 4 თვეზე მეტი არაც არ არის. ეხლა ჩამოვა ბავშვი თუ ვერ დავხვდები. ხხვდები. და შენი მეუღლე როდის ჩამოვა? ერთ წელში და რა იყო? ვინერვიულებ, კეთი. ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. უბრალოდ მენდე და ყველაფერს არაჩვეულებრივად მოგიგვარებ. შენ რომ ვერ წარმოგიდგენია ისე. კარგი. გამარჯობა. აგიმარჯოს. როგორ ძანდებით? კარგად, თავად? მადლობა. მიირთით რა. საქმე ხო არ ქონდათ ჩემთან? არა, თქვენთან გემრიელად ამზადებენ და გიორგიმ დამპატიშა. სამაგიეროთ მე მაქვს საქმე. ისმენ აბა რა საქმე? ბატონმა ლევან ნოზაძემ ჩათვალა რომ ეს დაგაინტერესებდა. და უცნაური რაკურსია. შტაბეშტილება იქნება, რომ სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. იაგოს ბინა. აქ სადღაც ჩამწერი მოწყობილობაც უნდა იყოს. აქაურობა ერთხელ უკვე გაჭრიგეს.
წამოდი, ერთი საოცრად კარგი ადამიანი უნდა გაგაცნო, ჩქარა. დატოვე, არ გინდა, არ გჭირდება, წამო, ჩქარა. Bobby, how do you like our future mommy? გამარჯობა. How are you, my dear? She's just little stupid girl. I hope so. Keti, მოდი დედიკოდანჩიკი აქ ხელი მომიწერე. რა არის? არაფერი, უბრალო ფორმალობა, მეტი არაფერი. See how healthy she looks. I don't care about her health. You know what I need her for. Ak. Ai ak, მოწერე. If our deal is still valid, you should be interested in her health. We'll see that. In the surgery room. By the way, I had hard time to find her. But you finally did. Yes, Bobby, but it was hard. Tamila, that's what I pay you for. I don't care. Was it hard or not? So, where is the surgery room? On the basement, right here. Good job. იაგოს მკვლელობა გახსნილია. სამუელისაც. ვინ ასუფთაა? გისმენთ? მერე? გადაამოწმეთ? გასაგებია. ბობ ბლუმენბახი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანსპლანტაციის ცენტრის მფლობელია. ორგანოებისთვის სჭირდებოდა ბავშვები. ეკას პოვნაში შეიძლება ეს დაგვეხმაროს. Are you sure this will work out? Don't worry, she has signed all documents. Still risky. I'll cut her, we'll look at her organs and close her back again. They will check the scar and won't doubt that we are taking her abroad for medical treatment. All right, let's start. Keti. რა ხდება? არაფერი, მშვიდობაა. თავი მტკიო. მომისმინე? ეხლა ნევს გაგიკეთებ და თავის კივილი გაგივლის. ერთი წამით საყვარელო? ერთი წამით. პოლიცია, ხელები მაგვა!
back. Hand on the wall. Hand on the wall. Get in the calvaton tamina.